გასკდა თავი მომძრა ღურები დარჩა ვაი დედა აი როგორ შეიძლება გადაცემის ესე დაწყება არ შეიძლება იმედ დედა შენ ხო თქვი აგეთ რაღაცა შენ მასე დაიწყდა მე ვერე მივაყოლე გასკდა ბიჭო თავი გასკდა აღარ შემიძლია მარტო თავი ვიზლი ელენთან აღველი რაც ჩემ ეზოში ასაფეთქებელი ისროლეს ყველა მგონია რომ ჩემ ორგანიზმში მოხვდა და ჩემთან აფეთქდა ასე გასაფეთქებლები ხო აგზალეს ეთქობა ნამდვილებს ისვრიან ისეთი ხმებია ეს დღეები ხო საგარი მაგათხრილ ნოჩი არა დღეს თავს უნდა უშველოთ როგორმე აქ ჩაშე რამე ფული რა გამაცინო რაი რას მეურებ ახლა შენ მესროლებ არ უნდა მომგან კაცო ეს დღესასწაულები ყველაფერი ორი რო გვაქვს რა იქნება რომ ხელფასიც ორი იყოს არ შეიძლება აღარა ჩარაფ მარტო შეხედე გადავლეთ ვალი ასეთი იმედიანი სახები ჩვენ ოპერატორებს არ მინახავს ი აი შეხედე იქიდი ხაროს სიხარულის წრევლი მოადგა ის ერთი თვალი რო დარჩა იმას რა დღეს იხარ თქვენ მოგიგზით თქვენ რა დალიეს ამისთანა ჩვენი არის და რეჟისორს თხოვ ეს ყური გამითიშოს კაცო თეთვი გამორთე ან ისე იქნესე ჩუმად მეც უნდა თავარ მაგრამ ვითმენ დავამთავრო ჩაწევა და მე ვიზავთ რამე ეს მეგონი გოდანა მაგ მომჯდარი უკრიდან და მიკაკუნებს აგერ შეხედე ბიჭო მიჭებს შეხედე მიჭებს გიორგი ჩემი გიორგი ჩემი საერთოდ ცოცხლები ხარ სეია რა უნდა კითხო მართლა ისა თქვენთანაც ორია ყველაფერი ჩვენსავით ეგრე იქნება ძმაო ეს ისე იყურება მაგ კი არა მე მგონი ამგეს სამსამია შენ ხო იცი ძველი ახალწელს რატომ აღნიშნავთ ხოლმე სეირად ჩვენ იმიტომ რომ 31-ში რა მოხდა ვერავინ ვერ იხსენებს გაიგე და მე 14-ში მაგიტო ვამეორებ ვაიმე დედა რა გამახსენეს ძველი და ახალწელი წინა კიდე თელი იანვარი ჩვენთან ერთი დიდი კეიფია რო ვაგვირდები რასაც უყურებ ჩემო ნიკა ღვინო დაილია მაგრამ დალევის მიზეზები არა შენ ქართული დროის მანქანა ხო იცი რა არის რა აი 8 იანვარს რო იღვიძებ ხო და 3 იანვარი რო მგონი ეგა კი მაგიტო გავიდა ასე მალე ეს დღეები ხო იცი 31 დეკემბერი მახსოვს და 8 იანვარი აი დანარჩენი არ მახსოვს საერთოდ არ მითხრა ძმაო გამჯდარი მაგ დადება უკვე ორგანიზმში გუში ცოლმა წყალი მომაწოდა საქართველოს სადღიზელო სანამ არ თქვი ვერაფერ ვერ დავკი მე გეტყვი შენ მე მგონი კალენდარი უნდა გადავაკეთოთ 11 თვიანად აი უყურე პირველი იანვრიდან ბოლომდე მაინც არაფერი არ მახსოვს და რა აზრი აი მასეს არ არის საქმე შეობადა მე და შენ შეიძლება არ გვახსოვს მაგრამ ბავშვებს უხარიეთ ბიჭო ბავშვობაში მეც მიხაროდა მე პირველად დავთვერი 36 წლის წინათ ახალ წელს ფოტოშორის მაშინა ცხენის წელი უწევდა ხოდა ისე დავთვერი რომ თოვლის პაპამ ცხენი მაჩუქა ისე ვიძა მოგო და ეს ცხენი აი აბა ჯიპის წელი როდის უწევს რომ მაჩუქოს გვარნატრობდი აბა აღარაც დატრობ მოკლედ ხალხო ჩვენ რა დღეშიც ვართ ჩვენი ბრალია და თქვენ რა დააშა გილოცავთ შობა ახალწელს და გისურვებთ ისე გეყოლოთ მტერი ეს დღეები დილაობით როგორც იყავით მე და მიგონოს თუ გადავჩით მალე ძველი და ახალი წელის მოგელოცოს და აქვე შეგახსენოთ რომ ჩვენ შოუს შეძლებს დაგვარად მუსიკალურად დაფორმებს და ყველაფრის და მიუხედავად გეიმისა და დროსტარების გაწყვეტაზე საურელები და
გიორგი სიდი ჯუჯა კარგი ახლა ამბებსაც მივხედოთ არ გამოვას მოიცხოვს სიცხლია უკვე სერიოზულად მივხედოთ ამბებს ყველაზე ბიჭო რაღა ეს ვიპოვე ორი კვირა ახერს ვერ უყრი მეგონა ცოტა აბა მივხედოთ ახლა კი ბატონო მოკლედ ყველაზე იმობს შემონიკოლოს მაგრამ რაღაცები ხო ხდება ამ პლანეტაზე უი თავისთავად ცხენისელია და იმათოს ჩემი ჯობია მართალი ხარ შეხდება რაღაცები კაცო ხდება რაღაცები აი მაგალითად ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში თბილისი მეხუთე ადგილზე გავიდა. აი შემაინტერესებს მე პირველ 4 ადგილზე რომელი ქალაქები გავიდა ვინ გვაჯობა. ამ წუთში მოგახსენებ შეუძლია. ბარსელონა პირველზე, მერე პარიზი, მერე ტოკიო და მერე პრაღა. არ არის ცუდი. აი ჩვენს მერე ვინ მოდის? ეგ მაინტერესებს. მე-6-ზეა სეული და მე-7-ზე იერევანი. სეულმა როგორ გაჯობათ ბიჭო სეულმა დედა შენ არის დარდო მაგაზე სეირაჯიან სეულიც თქვენია ადრე არ ატარებდნენ ასეთ გამოკითხებს თორე 90-იან წლებში თბილისი პირველ ადგილზე გავიდოდა ღამის ცხოვრებით იახ კი განსა დაღავდებოდა თუ არა მთელი ქალაქი პურის რიგში დგებოდა დილამდე აი ხო იცი ჟიურის კითხეს თურმე მე-5-ზე რატო გაიყვანეთ თბილისიო და რა უპასუხა თუ იცი რაი იმდეს გვალევინებდით ღამით 2 საათიდან პატოს ვეღარ ვცდობით და გაგეცადათ გათენებამდე ეგება პირველის გაგეყვანეთო ჩვენო ვიცი დალიე ტასკი იმიტომ რომ მე მგონი ოპერაციაც გავიკეთე და არ მახსოვს ისე დილადრიანად ყველაზე საინტერესო ქალაქების რეიტინგებს არ აწარებენ და უტაისი გავაუეჭველი პირველზე მან არის მაო პახმელი და გამოსვლის ტრადიცია დილაუტენია სუბხარჯოთი ხალხი და ის უნდა იქარი ისე ხო იცი სხვათა შორის პურმარი არც იტალიელებს ეშლებათ თურმე დაგვასწრეს და იტალიური სამზარეულო პირველია რომელსაც არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა გესმის რა ხდება გამოყოლილი გვაქვს საჭმელ ძეგლის სტატუსი რა უნდა მიენიჭა რა უბედურება იმ დღეს სპიცა რომ მოიტანეს კი ქონდა ცოტა ძეგლის გემო და მეგონა ბეტონი გაერიათ მეთქი ეხლა რა ვიცი ახლა ეწლებია მქვილში თურმე ძეგლია და რისი გემო ეკრა ანუ აწი პიცაზე ვინც მაიონეზს მოასხამს მატერიალური ძეგლის დაზიანების გამო დაიძია წესით კი ისე სადა სამართალი მაკარონი თუ ძეგლია მაშინ ხაშლამა მუზეუმი მაინც უნდა იყოს იახ აი სხვათა შორის ახლახან მისცეს ქართულ ხორბალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აჰა მოუგეთქვა ოვისვირი აქ ლოგიკური კითხვები ჩდება ლოგიკური რომ ხიკალს არ უნდა მისცენ ეგ სტატუსი მოიცა თუ ძმახან მერე წავა ჩვენი ამბავი ხო იცი გარჩევა მწვალებიას მივანიჭო თუ უმწვანილოსო და დაავჭამთ ერთმანეთს იყოს კაცო ყველა ვიცი თუ ხიკალი პირველია მაინც კაი კი ბატონო სანამ იტალიელები თავიანთი გაძეგლებული საჭმელებით გეიმობენ აგერ ბრიტანელმა ექიმებმა ენერგეტიკული სასმელების შეზღუდვისკენ მოგვიწოდეს სორია საინტერესოა რატომ აითხოვენ უბრალოდ რას ვერ ჩითო რატო და გულსის ზარხთა სისტემას აზიანებს თურმე აი
ალბათ მაგის გამო მითხრა ჩემმა კარდიოლოგმა კორვალორი და ვალერიანი შეურიე და ისე დალიეო. კი ჩემი კარდიოლოგი წინააღმდეგია. რასო? არა ხსავდით იმ დღეს და ენერგეტიკულები გადამიხარა სუფრიდან შემაბონდო ეკიმა. აბარა საყოლები. კაცი, ეს ბონდო ხო გამაგიჟები, როცა საჭიროა მაშინ გიყრის სუფრიდან კაი სასმელი. იო, არა პაპა. რა დააყოლეთ, აბა? ლუდი. ვე, კარგია, კაცო. კარდიოლოგიაში არაყი და ლუდი არის პირველი. ოე, შემთხვევაში. ვაიდედა, მე მაინც არ ვსვამ მაგეებს და რასაც ვსვამ, ის არ აკრძალონ მთავარია. მაგის ნუ გეშინია შენ. ჩვენ სამეგობროში რამდენი ექიმია? გადაყედ ერთი, რომელია ღვინის ამგზალავი დაგე. მართალი ხარ. მომეშვა გულზე, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ახალი წლის გეიბება მარტო ადამიანებს არ დაგვაკარგვინეს კონტროლის უნარი. ცხოველთა მონიტორინგის საგეტო ორ დაკარგულ ხოზი ხარ შენ. რა ხდება? ორ დაკარგულ ვირს რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდა აუქციონზე ყიდის. როგორ წახდა ცხოვრება? კახელი კაცი რო ვირს დაკარგავს. ეს იგივეა? რა ვიცი, ყველაზე მსუბუქად რო თქვა, თავი რო დაკარგავს. მოიცა, რა ის ახლა შენ რო კახელო დაკარგა მითხრა. კახელი თუ არ ხო, მავირი რა თუნოდა. ეს ვარტალი. წამოდი ისე ჩვენ წამოვიყუროთ ის ორი ვირუგელა. სასოფში ჩვენ აღარ გამჩერდებით და ბენზინის ფული არ დაგჭირდება სამი. თან ვირი რბილა დადის. აღარა თუ დაინოლია ხო საერთოდ. თქვათა შორის თავიდან ამ ვირებს გურჯაანში უპირებდნენ წაყვანას და მე ვირებმა თქვეს არ ვიდა. ის აუქციონი იყო. მე ხო ამბობ, კაცო, მარტო მეკრა ვირი ყველაზე ჭკვიანი ცხოველი. აი რა არის, ის ვეშაორმე რო იყო მოსული. იმას გავყვევით გვირით შევლია, ვიდრე გურჯაანში ჩავიდეთ. აი გარი. ვაგრძელებთ ცხოველების თემას და ამ ახალ წლებზე ამათო გადასარევი ამბავი, აგერ მე ვითხარით, რომ ძაღლი ადამიანის მეგობარი არ არის, რა. რა ხდება? აი, ერთმა ძაღლმა შემთხვევით მანქანა უკუსვლით ჩართო და შუა კალიფორნიაში 1 საათი დარბოდა ასე თურმე. ები ახალწლ თელი სოფლიო რა დღეშია, მარტო მე მეგონა ქართველებს გვიჭირდა. აბარა რა უნდა ეკა, პარკინგისთვის ადგილი თუ ვერ ანახა. მალადეც, აბა ჩემი ძაღლი რო წაიყვას მანქანას, ბიჭო, ორი თვე გააკეთება, შუნდები და მე ხან რა უბუშდება, დავაცალებ. არ მითხრას, რომ არ გამახსენა. ეს ჩემი ძაღლი კიდო ბოთ. რა? ჯოგრის დაბაჟლებს ვასწავლებ, ბიჭო. და სხვებს როგორ ნიჭიერები ყავთ, აგერ ხედა? აბა, საჩუდაობა არ არის ხა ამ ძაღლს რომ ჯეკა ერკვას და დილით ეზოში რომ ჩემი მანქანი წირო ქონდა ჩაკვეხებული მანქანა, იმ ძაღლს ერკვას ძაღლს კი არა და კაც გრიშა. მოკლედ ამ კალიფორნიელ ძაღლს როგორ ჩანს სარკეები აქ მაგარდამოღებული. აბა 1 საათი უკუსვით მე ვერ ვივლებ მანქანა. 1 საათი კი არა, უკუსვალს აგერ ხარო ორჯერ ჩაჭრეს მართვის გამოცდაზე. არც კი ცხენია, არა იჟირო, აი, ძაღლმა უნდა გაჯობოს. გიორგი შირო. რა გრამერე ბოლოს როგორ გაჩერდა ძაღლი ეს გაჯურებული თო? ბოლოს პატრონს გაუჩერებია ტელეფონზე ლაპარაკის გამო. უწესვეს ის რაზე ძალიან მართლაც უდათ მე დაში რაზე ვლაპარაკობ არა და იმედი მქონდა მეთქი ცოტას დავილაპარაკებ გამოვა დავიწყეთ ეს მონოლოგი თუ მახსოვდეს საერთოდ რატო ვარ აქ მე გეტყვი არა პრობლემა გეტყვი მოიცა აჩო გამახსენდე რა ჩამოვშა ცოტა შემიძლია რა ქვია ბიჭოებას რატო დავიწყე და გეტყვი ის რა ზღვაზე რომ მიდიან ხოლმე რატო მიდიან
ბანაობა უნდათ, რა ვიცი. არა, კაცო, მაგას კი არ გეკითხე, ანუ რა დროს მიდიან, რა დროს? შვებულება რო უწევთ. ხო და როდის უწევთ ხოლმე, ბიჭო, მაგას გეუნები. სეზონზე. შეგაგახარა ღმერთმა, ებასო, გამახსენდა, სეზონი, ახალ წელთან ერთად ახალი სეზონი დაიწყო ჩვენ ტელევიზიაში და მაყურებელს მოდი უღეროთ რა შევთავაზებთ ამ სეზონს. აი, სეზონი ხო გაგახსენი. არ გეუბნებოდი ჭაჭა, მაინც სხვანაირად ხსნის. კი ბატონო. აი, კი ბატონო. აუცილებლად, მაშაცე, მაესტრო, მუსიკა, აჩუ. ჩარტე. გვიყურეთ და ჩვენი რჩევა გაითავისე. გაერთობით და ცხოვრებას გაიხალისებ. სადაც არ უნდა გადართოთ ყველგან ჩვენა ვარ. კომედია არხზე ნამდვილია აღმოჩენა ვარ. პადა და ნიგაშო. გვინდა გახარო. კომედია არხზე გრძელდება. მიხოდა მარო. შაბათ კვირას 8 საათზე. ხოდა რომ არა მოვარდეთ ჩვენი ტემპიდან სულ სირბილი დაგიბრუნდით შვებულებიდან თქვენგან წყობაზე ვიზრუნებთ თქვენად გვიგულეთ აგერ ვიწყებთ ახალ სეზონს ხო დაგვიყურეთ დღე და ღამე ერთად ავარ მღერითან ხურო გვინდა თქვენი სიყვარული დავიმსახურო გვინდა თქვენი სიყვარული დავიმსახურო თუ კი ბევრმა ცუდმა და ნეგატივმა დაგალა გადმორთე და გავიყურეთ ჩვენ ყოველთვის აქავართ ბევრს გაცინებ დაბარა დიდი ხარ თუ პატარა ადანდალიდან დალი იუმორი აგარი სერიები ახალი თქვენი კარგი განწყობა ჩვენთვის ყველაფერია სიცილის გარეშე ხოლმე ცხოვრება ძნელია ადანდალიდან დალი ჩვენი გუნდი მზადარი რომ გაგიწყობ ზამთარი ადანდალიდან დალი იუმორი აქარი მთელი თავის ამქარი ამდგმელას გრილიზღალი აიო შემომხიზლა ცოტა ხედავ რა მოვიყურები ფხიზლად ის ერთ რა მაინტერესებს მოგალაკე რა მაინტერესებს შენსა შეგ რა მაგისმოსრე ქალების აბანოში თუ ხანავ ქალებში კი 16-ის ვიყავი პირველად აბანოში გეკითხე ქალების აბანოში საბანავებლები ვართ, მართალი ხარ, 8 დღეს და რას გეკითხე მე ქალების აბანოში შემეშალაკი გამახსენებდი როდის იყო ამბავი აი 2 თუთროს ავატყობოში ვიტექი ხო გახსოვს იმ 2 თვის წინ იყო ეგ ზუსტად ასე იქნება მახსოვს სულ ქოშები ვიყავი დასწრე ისე ეს გზაურელების გაითვალები ხო გუში ხო შენ ერია და შალახოს მაგრად საჭიდაოს უკრავდა მაგიდამი ხო მე ის დარეულ ხალს რო ეჯიდავებოდ ის გავაგდები შენ და ხელი და იბოზე დაგადოღორჯენ ნუ მახსენი მაგას ემასე გამართული ვიდეო ჯომია აგარა რომელი შირაბოდის ამაში ღვინოოდის ნურჯიარი ღვინო ცეცხლი წითელი არა ეს მე მომაზრდა შეიძლება გაწევდეს
ვიძაია აი გიწრიო ვიო იშალავითო მეხლავი შხაპმა კი ვერ ხვდები მესმასეორზო თავს კარგავს გიუგზო მაგრამ დარწმუნებული არო აუქვეყნის შეიძლება კი მერევა გული და იქ ხო ყველა კარგად არის იქ სულაც ხვარავია ჯვარი წერია ახლა ეხრო მოხდეთ ხომკლა მამაჩი არც მამაჩები და მაგრს გაიდეს მოდი რა ვქნა ისი რო არ შეგვეთყოს ნაბახოსები რო ვართ ეთყვი რა უნდა ვქნა ეხ სორა ევაშ მოდი შეციცით არა უნდა შეგვეთყოს როგორ არ უნდა შეგვეთყოს გამორეცხილი ქვევრი სული ამის ხო გადავივლეთ გასა შხაპი ხო მივიღეთ ჩვენ და ორგანიზმია უბრალოდ გაჟღენტილი და ნენა მოვდიო 3 დღეებს უნდა ამის გასვლას ვიცი მე ან ნავთი უნდა ჩავწე გამოიტანს ეგ რა ის ვიშე რა ვიცი ჟანდი თუ გამოაქვს აკილიდან ნო ნავთი და სესხლი გივისურვე ზუგვე და ოჯახ აუ მაინც რა მოიგონეს გველური დარევავიო ჩიკამდე სანამ მივყოხდი ჩემი დამემართა სიცოცხლის გავგონ აბა ვიო გველისელი რო გავაცილეთ გავაცილებ სხვანაირად შეიძლება და ახლა რა გამოდის ანუ გაისა ცხენი ჭიხვინი თუ რა გავაცილო თუ ციხრები ორივე დედა მაინც რავში თუ გახსოვს რა ისახია აუ ვიო დავიდან ყველაფერი მახსოვს როგორ მახსოვს როგორ დავჯექით სუპრასთან უბრალოდ გეგონი მაქვს უბრალოდ კასეთის ლენტა გაწყდა ისე აღარაფერი აღარ მახსოვს აი ყოველ გაკეთებული ღვინო იცით ისე შეგიბიზაგოდი შეზებედნავლიო მაგრამ რა დალიო ვიჩემზებედი სუბრაზე 8 სალღიზელოს მერე არ გაჩერებულ ხარასდროს ასე მგონია მხალაჭადია მარტო გონია ქართული სუბრა მე ცხელები არ აღწევსა ამასურებს ვინარი ბიჭო დანასწრები სუბრაზე ეგჟენი ჟენტურები და ვეღარ მხედავ ზორე მე ბოლომდე იქავა გინაწოლი როგორც ეხა გაშედი ვიდი გაშედი ხედავი არა ისკი გამოვალახი აი რამდენი აბა მითხარი ეხა ეს რამდენი ციცია არც ერთ ხო თქვი ისე მართალი ხარ შენ სიცხვილია რა სიყვარულის საძველო არ მახსოვს მეგობრის საძველო არ მახსოვს ადამიანობის საძველო არ მახსოვს არა ყველა ზუდი რაც არის თვითონ ახალწელია საერთოდ ოი ვიჯო მომეხარ ერთი სიკო მოდი რა შეგენი კილოსავ შემოძვა ვაღანწელი და დიდი სიყვარულით აი შენი გამრავლდი შეგენას მეს კილოსავ არ დავკრანცი არ დავლიოს აუ დავლიო უკვე ძალიანაც კარგად ვარ და ნელ-ნელა ვთრებია მერაბას ღორის კელეხში ვართ მისასვლელი და უხერხულია ჩემი მერაბი არ უნდა ვაწყენინო ისა უხერხული მერაბასთან არა გაზ ღორთ არა უდიდარი დავლია მე უკვე მომავალ წლამდე მე დავლები აღარ ვარ მერე მომავალი წელია უკვე 31-ში დავიწყე ჩვენ დალევა როგორ გებნევა ყველაფერი ხო არა მე ზან პრინციპული ვარ დასხი მაშინ ვარ არის ასე მოდი ეხლა არ გვინდა რა ეხლა უნდა გამოვფხიზლდეთ მუსიკალური ნომერი გვაქვს სამღერი
მართალი ხარ დაასხი მაშინ აი მასალე დაასხი კიდე დავასხა კაცო ხიზლები და რანაირად ვიყო რომ მითხარი დაგვცინეს ხალხი აი რა გოხდათ ახლა მეორე ფრად გამოგიყვა სიმღერის დიდი დლობა შეგენაცვალე ახალწელს შეგენაცვალე თამარას ჩალაგებული წნილი შეგენაცვალე ვაგას კლავებში გამოსაღება ეჯავი და კაცში და ესე იყო ჭასული ძლივი სამი ვიღეროს ღორი მოუაგითხავს აიდა როგორ დავთვერით ასე როგორ ბანცალებ ნაბახუსევს უშველოთ დასხი გენაცვალე ვინ არ გადამთრალა და ვის არ დაულევია ლუინოლუდი არაღი ვის არაურევია იქნებიყო სიზმარი მოფხიზლება ძნელია სახში მისულს დუშის ქვეშ ვის არ გაღვიძებია ჭიქანდო კიფია ეხსაცველი შევავზე თავის პატრონიანა ვინ არ გადამთვრალა და ვის არ დაულევია ვინოლუდი არაკი ვის არაურევია იქნებიყო სიზმარი მოფხიზლება ძნელია სახში მისულს დუშის ქვეშ ვის არ გაღვიძებია უნდა ვიყოთ ხიზლები დავამშვიდოთ სოლები დავასვენოთ ვიძლები ვითომ იყო სიზმარი არ დაგვირევია ვითომ ვინო არაყი სულ არ აგვირევია თურმე იყო სიზმარი გახსენება ძნელია ოლივიეს თემშებზე ვის არ ჩასძინებია ჩვენი ხმა მთელეზოს რომ ესმოდეს აღარ დავთვლით ხმა მაღლა ღამის სამზე მეზობლებს ვინ არ გადამთრალა და ვის არ დაულევია ელოინო ლუდი არაღი ვის არაურევია იქნებიყო სიზმარი მოფხიზლება ძნელია სახში მისულს დუშის ქვეშ ვის არ გაღვიძებია რასიტყვი მე მგონი მოგვიყვანა აზე იმ არაყვა ცოტა გამოფხიზდით მინდა გითხრა და ის ხელი წყალიც კაია მაინც ნელ-ნელა უბრუნდებით ფორმას ჩვეულ ფორმას შემო კი ბატონო კაცო გამოვიხადეთ თვალში სხვათა შორის ეხლა რო გაიხსნა რაღაცა კეიფის ხასიათზეც მოვედი კაი პულმარილი მე მგონი შემდეგი გადაცემა თავსაკრულებმა უნდა წავიყვანოთ მე რომ ვაკვირდები მოვლენებს აი ესე იგი სეზონის პირველი გადაცემა გახლავთ ჩემო ძვირფასებო თუ ეს თქვით უკვე
ყოველ შემთხვევაში ახლა ფხიზლად გეტყვით და ამ არაჩვეულებრივი და კარგი ადამიანების წარდგენამდე გეტყვით, რა თქმა უნდა, პატას და ნიკას შოუს უყურებთ აუცილებლად ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე და აქვე მინდა ვთქვა ისიც იმ ჩვენი ტელემაყურებლების გასახარად, რომ 17 იანვრიდან იწყება მიხოს და მაროს ახალი სეზონი. კომედია არხზე. ახალი სეზონი. თავისი განახლებული სერიებით, მთელი ინტრიგებით, ჩამოხლართული რაღაცები და მოკლედ ის სერიოზული გეგმები ამ სერიალს. კი ბატონო. ასე რომ 17 იანვრიდან ყოველ შაბათ-კვირას კომედია არხზე საღამოს 8-ზე მიხო და მაროს ახალი სეზონი. და ამაზე ყველაზე კარგად ვინ მოყვება? თუ არა სერიალ მიხოს და მაროს მსახიობები. ძალიან მაგარი ხალხი, მოკლედ ყველას ისნობთ ძალიან კარგად და მოდი თავად მოგვითხრონ ამის შესახებ. ბიჭებო, მაშ ასე სტუდიაში მიხო და მაროს მსახიობები. გენაცვალები, გადასარევი. როგორი ბეჯვარები ვართ მერაჩელიდან აი და ჩამოიარი ახლა მოწმა ნახე როგორი ჯვარი და აგუ ვერაო ესე იგი ჯერ დიდი მადლობა გადარჩენილებს რომ გიყურებთ ამ ახალ წლებზე მიხარია თქვენი ნახვა და რა მაინტერესებს ამ კოსტუმებს რატო არ იხდით პირველი შეკითხვა ესე იგი დამიჯერეთ კოსტუმების გარეშეც გცნობენ აღარ გიდათ ეხა ესე იგი მაგრამ გიხდებათ გაგატოვე შეიძლება ნახე როგორ იყურებს ნეტა ესეთი პერანგი მანცავ დავიწყოთ საუბარი ჯერ გილოცავთ შობა ახალწელიწადს და რა ვიცი მრავალს დაესწარით და მედნიერების ჯანმრთელები გახარებულები წინსვლა შარლონ ფარნასა დოვლად სიგეთები არ გამოგვიყვება თქვენ გენაცვალეთ რა დაგლოცოთ ხო აჯობენ სოცხო გოგის გარდა ვაგის და პრობლემები ბოზეს და გაწუხებს ზეობარ ტყუილად გენაცვალეთ შენა ტყუილად კი არ თქვა მონოლოგში წყალი მომიტანაო მეუღლემო და სანამ საქართველოს სადღიძელო არ თქვი კი ვერ დავლიეო და ეხლა ეს არის სალოცავების სადღიძელოზე შვენიერი შოთაძია ბაბონო როგორ არის საქმე ჩემო ძმებს ჯანჯო პეტერათან და კიდევ რამოდანა როგორ კი არა აშვებით რა ხდება რა არის კარგი რომე საით გავიღე ჯერ ყველა აქ არის და გადაარავიდეს იქ სერიალში სუბრაზე გავალ გავხედა თემურ ბატონო რა ხდება თელავიდან მოვყვეთ ხო ახალი წელი როგორ ჩაივლი და გასაგებია შვიდობა მაგრამ ბაკურა გადამკიდე ხო ვეღარ გამოდივარ გარე რა არისო კაცო ეგეთ წესერი კაცი იყავი და ამდენი გინება რა უბედურება რა სილანძღები ამდენსაო და მერე მე ავდექი და ვთხარ მარტო ბაკურამ გინება კი არა კაი დალოცვაციც ისმეთი და გინდა აი დალოცვა აბა მიდი ო ღმერთო შენ აი წყალობდე აქ ბრძანებელ ყველასა გაჭირვებულ ბრალობდე არაკლებდე შველასა შაწიე ღვთისმადლი შემოსილი მღვდლის მადლი უცოცხლე სახში მყოფი შინაური გარეული მეღვინე მზარეული კერა მისი შემკურე ყველა გაგიმარჯოთ თქვენა ეს ჩარეკა მენა მეტეჭიკა მეთმა მოხსეს გული მხიარული ხელში ჭიანური ჯიბეში ფული ბეღელში პური ღმერთმა გამოგიყვანოთ თვალადი ტანადი პურადი გულადი ღმერთმა სახლი აგიმსო შვილითა საბძელი შვილითა თქვენი მტერი დაამარცხოე
ეზიდებოდნენ ვირითა. სიყვარულზე გამახსენდა. ერთი გოგო შამი ყვარდა. კოცნაე ვერ დავაჩვეო, როგორც იქნა შავი პირე ადგილი შავარჩიო. სასიდედრო წამომადგა. კოცნა რომ დავაპირეო, რავას პლავზე დავიბადე ამი. დედავაპირეო. გილოცა. მაინც აიკუთხა, მაინც აიკუთხა. ბაბა, ესე იგი, თქვენ კი ჩაგერთვალათ, ვალა, ჩემ პროდიუსერებს ვერა რომ ღვინო უთხოვენ და სულ აქედან იყო ჩამოსატანი ორი და ყველას დააწყდა. მაგრამ ასეთი ახალი წელიც არის, გვეყო სახლში რაც დავლიეთ. მარიამ, თუ ეთოთი უფრო როგორ გესმის ყურს? შენ თვითონ მიეჩვიე, ხო? კი, მიეჩვიე, ეთოზე უკვე ქუჩაში, ეთო. მიხედები ხოლმე რომ მე ხო არ მეძახიან. მეც ეთოს ვეძახი. მეც ეთოს. მარიამს კი აღარ. ქალბატონი ეთერის გავიგე, მაგრამ შენ რატო? მონას ვეძახი და მაროს. ქალო რა ქვია? ნონა. მარიამ, აი რამეს ხო არ გვეტყვი ისეთ საინტერესო? მინდა მოუყვე ჩემს მეუღლეს პირველად რომ შევხვდი პაემანზე რა მოხდა. საინტერესო. მეუღლის სახელი გითხარ. გივიკო. გივიკო, ხო? გივიკო. გიორგი. არ ვიცი ისე მოხდა რომ ვერ გავიცი, მაგრამ გავიცი. ნუ მივედი ახლა ჭკუაზე, არა ვარ ცეზარ ჭამროვითომ ძალიან უჭმელი გოგო, იმიტომ თან ახლა უკვე 30 წლის ვარ, ხო და მირეკავს ტელეფონი და დავხედე და მეუთხარი თან მანამდე მეუბნება რომ ძალიან სერიოზულად მომწონხარ და მომავალზე ვფიქრობ და ნუ უკვე ჭკუაზე არა ვარ დავხედე ტელეფონს და მეუთხარი ძალიან დიდი ბოდიში რო არ ვუპასუხო გამორიცხულია მეთქი და არის დათა და ტელეფონში მიწერია გოგიტათი, იმიტომ რომ ჩაწერებისთვის ჭირდება ხოლმე და აღარ ვცვლი და დახედა ამ ტელეფონს და გოგიტა აწერია და ხო დათა მეთქი და მან უკვე რაღაცა და უნდა დავგეგმოთ მეორე დღეს მოვდივართ გადაღებას და წინასაღამოს გეგმავთ რომელ საათზე გავიდეთ რაღაც და ხო დათა მეთქი 7-ზე გავიღვიძოთ, ყავა დავლიოთ, თან გავიდეთ მეთქი და დარჩენა არ მინდა ხო იცი სახლი, მაინც სახლია უკან გამოვბრუნდეთ. უკვე წითელია რა, ბიჭი. ხო და მეთქი ხო აბა რას ამბობდის, მინდა ის დაბრუნდეს რომ მომავალი და ყველაფერი. კალი ელოდე. ველოდები და აბა როგორ მეთქი და ვინ იყო? და ძალიან ინსტინქტურად, ჩემი ქმარი იყო, მეთქი ხვალ თბილისში მივდი მაგ კაია, მარია. გადავჭი, უცებ აუხსენი მეთქი არა სერიალის. ის გადარჩეინა შენ კი არა. შენ გვა ეხლა ამან ბავშვენ აგ ვიზიტებს წინ დაუკან. კი. ეხლა რომ მოვდივართ ხოლმე მე მირეკავს ხო კარგად ახარ. მირეკავს ხოლმე. მე ხარ შენ ხარ მეუღლე და იმას მივეჩვიე და ქმარს ვეძახილე. მეუღლეა ეს ქმარი. კარგი გოგო. კარგია, შენ გენაცვალე მეოქრო გოგო. ხარ. დიდი მადლობა. დათა შენს კი რა ხდება? რა ვიცი, ცოცხლობ. ჯერჯერობით. საერთაშორისო მე რამდენი სეზონია არ მახსოვს და კახერკაც ქუდის დაფარება ვერ ვასწავლე. შეხედე როგორ ახუდია. მაგი ცოტა გვერდზე უნდა დაიფარო, გვერდი. იცი რა არის, რომ ვიფარებ გვერდზე. კარგად მაფარია და რო ჯდები უკან გადადის. ვერ გავიგე. ვერ გავიგე როგორ უნდა დავიფარო. ხო და რა ხდება შესკინა, მამიტა. როგორ შევხვდი ახალ წელს? შენ ახლა დალიევოს და ნამეტანი არა ხარ? არა ვარ, მაინც მამა ჩემი ვით რომ ჭიქას რო ხელში იღებს და ეს შიშედის ესე არა ვარ. არ ვიცი ეს რამდენად გავაჟღერე ტელემაყურებელს მინდა მიმართო რომ ჩვენი ბაკურა ბატონი თემური და ჩვენი გოგიტა ბატონი დათა მამაშვილი არიან და ასე ერთად უწევს სერიალში სცენაზე კი ბატონო, მაგრამ აგერ ტელეეკრანებზეც ერთად და ესეც იღბალია არა ნიკოლოს? თავისთავად, რა თქმა უნდა. კარგია. არ სვავ. წამომეყვანა ეს აბა რაკენი ახალწელს. სოვდი რამე ეს თლათ ეთერას იმაზე ხوار გადახვედი. არა, გავერთე კარგად მეგობრებთან ერთად.
საყვარელ ხალხთან ერთად ცოტა დაულიე, ბევრი არ დამილია და უსმენდი ძელ სადღეგრძელოებს. ანწების და ასე შემდეგ, ლექსების და კარგია, მამაჩემ სხვადასხვა სტილი უნდა ქონდეს, ხო ერთ სტილზე ხო არ უნდა იყოს მაინც და. ჩემო ბატონს მაგი არ ეშლი რანაირად. არა, ისიც მიყვარს კაცგან არ მიყვარს, უბრალოდ თლაც ჩემი არ არის. მე ვაკვირდები და ვხვდები რომ არაფერი ისტორია არ მოგიმზადებია. აი ფიქრობ მოყვე თუ არა, იმიტომ რომ გვერდზე ზიზიყა და უნდა მოყვე. მიდი აქ ვარ. მოკლედ თელავისტიაც გასტროლი ქონდა და ბატონი თემო იყო აქ წასული რა. და აქედან რაღაცებს ახლა ვეუნები რომ აი რა გინდაო რომ ჩამოვიტანო იქიდან. რაღაცები უთხარი მეთქი ესმინდა და ნუ არც ველოდები, იმიტომ რომ არც მახსოვს 10 დღეა გასული. და ვიცი რომელ საათზე მოდიან, რომ უნდა დავხვდე ღამის 3 საათია და წასული არის ერთი ზურგჩანთით. ავტობუსი გაჩერდა და ჩამოვიდა მამაჩემი ზურგჩანთა კიდია და ორი დიდი ჩემოდანი მოაქ რა და კი დავფიქრდი ხა მეთქი ამდენი რაღაცა ეთყობა კაი რამეები მიყიდა მე რა და არაფერს არ ვეუბნები რა სახლში მივედით ველაპარაკეთ აბა როგორ ჩაიარა სპექტაკლი ბედნიერი ხარ ძალიან ვიცი რომ ბოლოს რაღაცა უნდა გამიხარდეს და რაღაცა ის დედაჩემს ჩამოუტანა შარფი რაღაცა არაფერი ისეთი ჩემთვის არ ჩამოუტანია და უბრალოდ ამ გახსნის პროცესში მეც გვერდზე უდგავარ და ეს ბოლო ჩემოდანი რო გახსნა და არის კარაკით საოსე. ანუ ერთი ჩემოდანი კარაკი აქვს ჩამოტანილი კილოიანი კარაკი რა და ბიჭო მეთქი აი რა თქვინდა ეხა ამდენი კარაკი შენ არიცო ეს როგორი ნატურალური არის. ორი თვე მეზობლებში ვარიგებდით კახს და არ თხოვდებოდა. იმის მერე არაფერს არ ვაფარებ საერთოდ. აი, ვირო მადლიო. კაი მე ხურცო რომ გამეიღურება ბაკარაკის დამსახურება. შენ არიცი ეგ რა კარაკი იყო? მე მაგასტროლზე ვიყავი, თელმათიათმა კიდე ცოტა ჩამოვიდა და სამსამი წამოიღო. არა, უბრალოდ მინდოდა გაეგოთ ამათ რა კარაკს ავჭამდით ოდესღაც ახალგაზრდობაში ჩვენ თაო. მე ერთი პაჩკა წამოიღო, შეგაიგე. რას მე ჩოდი 20 კილო კარაკი რატომ უნდა ჩამო? აი გაზომგა 20 არა. შოთა შეგენაცვალი იგრებო ჩვენი შოთა ბატონი ახალი შემობრძანებული პერსონაჟია დღეს კიდევ მაყურებლის გასაგონად მინდა ვთქვა რომ ჩვენი თეატრის მსახიობები იგივე ბოდიში თეატრი ხა ესე წავით ჩვენი სერიალის მსახიობები რამოდენიმე ვერ გახლავთ იგივე ჩვენი ვარდო როლანდი იგივე უქრომსია სოფო ნუ გარკვეული მიზეზების გამო ზოგჯერ გასტროლია ხოლმე თეატრის ისე სხვათა შორის რადგან შევიკრიბეთ მინდა ერთი რამე ვთქვა რომ ხშირად არის ხოლმე ამა თუ იმ პერსონაჟზე გამოაჩინეთ სად არის როგორ ისე საერთოდ მივყვებით რა როგორ იწერება ზოგჯერ ესე მაგრამ ეს ადამიანები არიან პროფესიონალი მსახიობები უმრავლესობა და აქვთ თავისი თეატრებში წარმოდგენები სპექტაკლები გასტროლები და შესაბამისად კონცერტები ინდივიდუალური რა ვიცი შემოქმედი ხალხია ნიჭიერი ხალხია და ხანდახან ვერ ვახერხებთ ხოლმე რომ ყველა სერიაში იყოს ყველა გმირი და ასე რომ ესაა მხოლოდ მიზეზი იმ დიდი ისტორიისა რასაც თქვენი ასე თქვა გულწყვეტა მოყვება თუმცა ამისთვისაც დიდი მადლობა რომ ეს ერთგულად გიყურებთ და თითოეული სერიალის თითოეული ნაწყვეტი იცით ვინ სად და როგორ არის და ასევე ბატონ შოთაზე მინდოდა მეთქვა რომ ახალი პერსონაჟი გახლავთ და ძალიან შეიყვარა ნიკოლოს ხალხმა და ბატონო კი რა თქმა უნდა ის რაღაცნაირი ის კი არა არაბიძესაც კი შეაყვარა მისი ერთ-ერთ კურმარზე გამღერი სიმღერა შოთა შენ წარმოშობით საიდან ხარ წარმოშობით რაჭიდანა ვარ ამბროლაურის რაიონი მეორე ტოლა და ერთი ეგე 23 გიორგობას 23-ში გვარი შეგრება იყო ლომთაძეების გვარისა იცი და პოპულარული ვიყავ კახელი ლომთაძე რო დაიწყო როგორ თაი თეთრი ყვავით ვიყავ რა ხარ გამებში სანახავად დადიოდნენ დანარჩენი ლომთაძე დასაბარა მოგდანო შენი მეგობარი ყოფილა ნიკა ვენათვალე ჯები ბათულიჩი სადა მიყვანა ბიჭო იქ ხეზე კაცო 4 კაციანი მაგიდა როა ხეზე მაღლა ამობდი მაგრამ ჩამოსვლა აღარ მინდოდა ბევრი დავლია კარგი იყო და აჯობე დალევაში მაგ იბერებოდი მარტო ამათი გიგედა უნდა
აი მე იცი მაგას ამოჭრი თუ არა ზღვაზე წახვიდი არა მე რა ვიცი მე გასავლელი გაგიგე შენ ახალ ციკლ დასამსვლელი არ ხარ ზღვაზე კიდე ისა მაგზენდა ველისციხე ხო ველისციხე ხო და ისტორიული სოფელი ძველი სოფელი მთელი ეროვნებით სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს ის სიმღერა ბოლოს ვამღეროთ სხვათა შორის ეს სიმღერა ისე მოგვეწონა სიტუაციურად გაამართლა რომ თვითონ სერიალშიც გამოვიყენეთ და ეხლა მე დავწერე მე დავწერე ჩაიდი გამიდგა ჯებიაო აი ეხლა ვიცია 90 წლებში არეული დრო რო იყო მაშინ ამღეროდით ხოლმე ამ სიმღერას მაშინ მე ჯეილი ვიყავ კოლა კოლა მეთქი ჩაინი კოლა შენია არა კაცო მე ვიცი რომ ისეა რა ქვია ეს მე რა ებრელი კაცო ის ვიცი რა გვერაზისა ოიცი ვიცი კი ვიცი არა ნამდვილად თქვენია მე კი მამა პაპურა თქვენი ის გეხურებოდათ ჩაირიკა ნიკობას ვენაც იცი რა მაინტერესებს აი რამდენად უძლებთ თქვენ დატვირთულ გრაფიკს ერთი ორჯერ შეგატყი რომ კიდე გადაღი მაგაც უშამოსაც აქვირა მოვიდეს ამჟამად იმ დღეს რა დაემართა გადაღებაზე ვინოსთან ჩალიჩობ ჩემი ბიჭი და მოდა გადავიღო თუ გადაღება არ გამაგუნა გადაღება არ გამაგუნა ეს მოდელდაგნო იქ არის გადაღება პატამჟამჭაბა მაგა ის კიდე რა არის ხო იცი მაგა ახლა მეორე მხარეც ხო აქვს მაგას თავიდან ხო ვინმე რო გირეკავს სიტყვაზე ანიქიდან დაგირეკავს კახედიდან თუ რა მნიშვნელობა და ერთი თუ ზამძალია გადაღება ესეც ხო არის აბა ბიჭო მაგა რა ფხელა ძალა ესე ქალბატონო ეთი შინაურია გელა ბარაკეთ გეგონება აი არა ბუზია რა ხრენი რაგინა რას გადამეკინა რა ვიცი აბა რა ოხტა ეთერა ხო ეხლა აბა როგორ გაატარე ახალი წელი როგორ შვენივრად გამოიყურები მადლობა არა უშავს ხო კარგად ხარ მე ვიცი თქვენი ამბავი რომ ერთობ შეგიყვარათ მაყურებელმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობ თქვენი დამსახურება. რამეში გამოიხატება ეს? აი რამე ხوار შეგიძლია გაიხსენო. აი რა გავიხსენო ეხლა? სუცუდები გასახსენებელი და რა უნდა გაიხსენო? წერვა პროგრამაში ხარ ჩვენ ვისაც ვხედა. სიმღერის ჩაწერაზე რას მოხდა? მე გამიხსენე. მომზადებული არაფერი არა, მაგრამ რა გავიხსენო? არა სიმღერის ჩაწერაზე იყო ძალიან კაი სიტუაცია, მე მოვყვები, ესე იგი სიმღერის ჩაწერაზე ვიყავით სტუდიაში. შევიდა ქალბატონი ეთერი, ვინც არისო, იქ და ბიჭებო და მე ვუთხარი რომ ხელით განიშნებ თქო რა. მე ველაპარაკები რა. დაუქნევ ხელს შედის რაღაცა იწევს, მაგრამ ტაქტით წინ არის, ხან უკან არის, ვერ გავიგეთ, რაღაცა კი მიდის, მაგრამ რაღაცა ხდება. და მე ვუთხარი ცრა ქალბატონო ეთერი რაღაცა და მივხვდი რომ მარჯვნივ ვიყურება რაღაცას. აქეთ ვეუნები და ისევე შევედი ეს კურსაცმენები არ ქონა. მუსიკა არ არის. ესე იგი ჯექსონს არ უმღერია არის მუსიკა გეს. ოღონდ სამჯერ რო იღერა მე თქვა მუსიკა როდის იქნება. ნონა რომხეოდა იმ მელოდიაში ისა მუსიკა რა დროს უნდა დაიწყო რა მუსიკა და აღმოჩნდა რომ აბსოლუტური სმენა. არ ვიცი ამას კიდე რა ქვია არ ვიცი. სმენა მაქვს, მაგრამ კომპლექსი რაღაც სიმღერასთან დაკავშირებით. წევრის კომპლექსი. აი მე მან თავისუფალი. აი ალბათ შეამჩნევით მისი პერსონაჟიდან განსხვავებით აბსოლუტურად საწინააღმდეგო და სხვანაირი ქალბატონია და ძალიან საყვარელი და მადლობა და შენი იმედი გვაქვს. დიდი მადლობა. აბა მე მაგამის იმედი დიდი მადლობა ჩემს საყვარელ მაყურებელს, რომელიც ყოველ დღე, ყოველ წუთს მხვდებიან ქუჩაში და ულოცავ ახალ წელს ჩემს მაყურებელს. დიდი მადლობა იმ კომენტარებისთვის, რომელსაც წერენ ჩემთვის და ყველასთვის, რა თქმა უნდა. კარგი იქნება რომ შოთა ბატონი, საერთოდ თქვენი თემა სანამ ისეთი
ესე დაბოლოვება ეს სიმღერა რომ მოგვაწონე გააკეთე რა დაუ აბა შეტაბატონო ისმენთ აბა ყურადღები დაძაბული შეგებეთ ისე გამიკეთეთ გულით რა ვიცა ქვეყნა ღირსეული გაცია ქართველობა ყველა შუბლზე აცია ქართველია თანაც ქრისტეს შობელი სიყვარული მისთვის თანამადლია ყველა ზუმარს ქართველებთან კეიფი ყველა ზუმარს ქართველებთან დარჩენა საგადის მოგაშკა შემახმილი ლეხის ბიჭი მარაბნელი არსენა რუსი უზბეკი და გაგაუზი ყველა რუსისთვისა აფხაზი და ალბანელი ოსი აზერბაიჯანელი აბა ჩვენთან ვიღარ დამომწონებადონები ჩიხტაგობიანი ქალაბატონები ყველა ქართველებია ქართველია ბალანჩინი მაგრატიონი შამილი შახის ბებია და სტალინი და ლავრენტი ბერია გადავხედოთ ბრავო კარგია ვაუ ყველა ქართველებია და ბოლოს კიდე ერთხელ შახის ბებია შახაბაზის ბებია ვასკა კაი მოგესალმებით ცოტა რთული პერიოდი გავიარეთ ამ ახალწლებზე კაცებმა განსაკუთრებით კაცებმა და სხვათა შორის შეთქვი რომ დიეტაზე ვარ და როგორ არ აღნიშნო რომ გეტყობა 5 კილო მოვიმატე ამ დიეტაზე როგორც ყოველ დიეტაზე ვიმატე ამ დიეტაზე ვასკა ბოდიში ასე უნდა ზართულის გავიარეთ ახლა ამ განსაკუთრებით მამაკაცებმა ახალწლებზე იმიტომ რომ აქ საცივი გასაკეთებელი გოზი ნახე ქალებს რა ენაღლება სხვა ხელებით ვარ და რავი ახალი წლიდან არაფერი მამებზე რო ჩამოვარდა ლაპარაკი ვის ისტორიას გავიხსენებდი თუ არა მამაჩევის ამასთანავე სამსახურში ვარ და ტელეფონზე მირეკავს აი ხო შეიძლება რაღაცა სხვა თემაზე დაგეთ მირეკავს ტელეფონზე და ერთი ჩიტი უყარს განსაკუთრებით გაზაფხულზე მოფრინდება ხოლმე და გალობით უნდა რომ გაიხსენოს რა ჩიტია და მე სახელი რატომაც გონია რომ ვიცი ამ ჩიტის რა და ესე მირეკავს ვასი როგორ ხარ რა არა მიჩავ შერაშე ვასი რა მაინტერესებს იცი გაზაფხულზე რო პირველი ჩიტი მოდის ხოლმე აი ასე რო გალობს ილია ჭავჭავაჭი რომელი ჩიტი გალობს ილია ჭავჭავაჭი ორი გალიჩავი მე რომელი ჩიტი არ არის აზვილი გადახდა ილია ჭავჭავაჭი რატომ იამსგავს ასეთი გალობები ჭივჭავი ხო ის და პოეტური მამა ყავს რატომ ხო აი ეს მოდა რომ ილია ჭავჭავაჭი ეს გალობები მე ვიცი იმას რომელი ვღეროს სიომღვიმელი ამსა რომ გალობს მოგიწია ხაშურში სხვათა შორის კი აი არაბა მიცის ხაშურის გოჭი ხაშურის ღვინოა განსაკუთრებული ჩვენ კომულეტური ლურჯი აღა კომულეტური ლურჯია ეს ახლა ხო ხო ჩვენ მეგობარი ერთად გგზავრობთ რა მანქანით რა და აი ხო შეიძლება ინატრო მაგალითად რაღაცა იმერული ხაჭაპური რაღაცა კაი ხო კახეთში აი ხაჭი რაღაცა რაც გაგიგონია რომ ასოცირდება იმ კუთხესთან რა და რაჭული რობიო ხო რაჭული რაღაცა და ახლა ვიჯერდა ახლა ვიჯერდა კაი ხაშურის გოჭი ეს ვაფხრის კაცი ვარ მე ხაშურის გოჭი მაჭამარ არა მე ხაშურის გოჭის წინაშე კედი მინდა მოვიხარო ზოგადად მაგრამ ხაშურის გოჭი მე არ გამიგა დასარევა წავენ მართლა ოღონდ თქვენამდე კი ვერ მოვიტანე ეს ხაშურის გოჭი სულ თხეთამდე მეჭმევა ხოლმე კარგია ნანუ შესკერახტივა როგორ ხარ ლეკვივით მიმჯდარი კი გიყვარს ეს შინაური ცხოველები და რო გაკვირდები გარეულიც ყველაფერი მაგალითად ერთ პატარას ვიტყვი რა გადაღებაზე შემოფრინდა ბზიკი და ეხა ყველა შეშინი არ გვიკვინოს და
მე მოუღირე რაღაც მეთქი ჩავარდყავ ეხლა მივასიკვდი ეხლა შეეშიდა აუ არ მოკლავ მე ერთი წამი თუ და პირსახოცი შემოახვია გააცილა კარი მოუხურა და ცოდოა მე ზამთარში გამოვაგდო კარეთ მომეკლა ხოჭობდა ძალიან დიდი ისაგა კამუ ყველაფრის მიმართ რა კი რა ვიცი ბავშვობიდან ასე ვარ ახლა ახალ წელს გილოცავთ პირადად მე შევხვდი კიბეზე რა გასაშლელ კიბეზე რა კალიები იყვნენ და ჩამოვჭიქი არა ჩემმა მეუღლე მიყიდა შამპანური თან წითელი ფერის და ყოველ ახალ წელს ვაფრთხილებ აი 17 წელია ერთად ვართ 18 უფრო სწორედ და 18 წელი არ გახსნა სახში შამპანური არ არსებობს ან რაღაცა იმტრევა ან ვიღაცას ხვდება ეს ისა და ახლა ბიჭო არ გახსნა ვეუბნები და რა თქმა უნდა გახსნა და იყო წითელი და 12 საკლია 1 წუთი და ბუფო მე მინახავს შამპანურის აფეთქება მაგრამ მსგავსი არაფერი არ მინახავს აი ვულკანის სამოფრქვევა იყო ეს და თელი თეთრი ჭერი სუწითლად არის მოვიტანე ცეცხლოვანი ცხენის წელი იმედია კარგად დამებედება არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარეთ ბუთქუნი ულოცავენ და მე ვდგავარ კიბეზე შენი დედამოდი ხო გითხარი არ გახსნა და აქეთ დომესტოსი აქეთ ვედრა და მოკლედ გუშინ შევღებეთ ჭერი კარგი გამოგვივიდა კარგი დროგიტარებია ესე იგი გუშინ შევღებეთ ჭერი ხელოსანმა ვენეგრეთის ფერზე დასვა ზუსტად რა ფიტაფი ჭარხლის ფერზე ვერ დაასმევინე ჭარხლის ფერი ეს აჰა არ მინდოდა შენ სიტუაციაში არ ახარ შენ ესეთი ეთერაში არ იყოს ესეთი ბრაზიანი ხო არა ხანდახან კი სხვათა შორის უფრო ახლა დამეწყო რაც არა ბრაზიანი ხასიათში გამიჯდა ეს ნანულასისა და ზაღა როგორ საუბრობდით აკა ყოლა არ გეგონო ზაღა როგორ საუბრობდით ყოლა როგორ შეიძლება მწერები ცხოველებზე არა მაგრამ ლაპარაკი მწერები რა ვიცი კოღო ბუზები ლიბერალები ხო იცი ის ლექციურია აი მაგალითად აგერ აბასინათ გველების ქორწილში იყო დამატი შემოიღე შენიერი დრო ვატარეთო კაი დრო ვატარეთო ერთი ისტორია აბა შეგიძლიათ ერთი არა ორი პატარა კაი ერთი მასეს სტუდენტობისას ვმუშაობდი კაზინოში სამორინაში უკაცრავად და რა საკეთე ну მიმტანა ძირითადად კრუპიეთაც მიმუშავია მაგრამ ძირითადად მიმტანად მუშაობდი ხო და საღამოს 8-9 საათზე პატარა ესეთ ფურშეთს ვშლიდით ხოლმე რა ბუტერბროდი დაჭრილი ძეხვი ყველი რომ ეს ხალხი დღეები ვინც ზის იქ და არ ახსოვს ჭამა რაღაცა შიმშილით გული არ წავიდეთ ვშლი ამ თებშებს ვაწყობ რაღაც აქეთ იქე და ეს არის ქალი მოდის რა და აქეთ ხელში უკავია ფიშკები თან ესე ატრიალებს რა და აქეთ სიგარეტი აქვს და უყურებს რა რას ვაკეთე და ებე შვილო რა იყო სამარხო არაფერი არ სუდავდა გავხადე აქეთ ფიშკები აქეთ სიგარეტი იქეთ სამარხო კარგია და კიდე ერთი პატარა ისტორია მაქვს ემიგრანტებზე ჩემი დედამთილის ახლობელია რა წასულია იტალიაში ტრადიციულად მუშაობს უვლის მოხუც ხო ესეთ რაღაცა მოუვიდა გახდა ეს მოხუცი ცუდად გამოიძახა მას სასწრაფომ წაიყვანა დაურეკა შვილებს ესეო გავარდნენ ისინი საავადმყოფოში და ეს დარჩა სახლში და ურეკავენ ცოტა ხანში რომ ეხლა ჩვენო გასასვლელები ვართო და ჩემ შვილიშვილს გამოგიგზავნიო ეს ქალი რა და წამოგიყვანსო და შენ დარჩებდი ამასთანო აქ საავადმყოფოშიო კარგიო მოვიდა ეს შვილიშვილი ჩადის ეს ქალი და ეს ბიჭი ზის მოტოზე
და სპორტული თან ესეთი მოშინი. და ანიშნებს დაჯექიო. ეს ხალი არის თვითონაც ახალგაზრდა არ არის რა 60 გადაცილებულია რა და ეხა ცხოვრებაში არ მჯდა რა მოტოციკლებზე და ვერ დავჯდებიო მე შენ დაიწყო იმან მეჩქარებაო კაცო მაგის დრო არ არისო და ავქალმა ერთი ამოისოთქა დაჯდა ჩაებღაო ჭამას თვალები დახუჭა და იმან დუნგუნ რო ამოქოქა ამან ვაიო და ამა ჩაჭირა და მიქრია და ეს ხალი უმატებს ვაი და თურმე იტალიურად ვაი ყოფილა წადი აი მიდი წადი რა რაღაცა ესეთი რა ეს ბიჭოს უკან იყურება და ვაი ეს უმატებს და მიქრია და მოგნედ ეს ხალი კარგ დანიშნულების ადგილზე მიიყვანა იქ მოასულიერეს ცალკე ეს ხალი და შენ კიდე გეშინოდა მე იმანოთ რა ყურებია არა და ვუი რო ეთქვა გაჩერება ნამი მოკრო კაი ნონა აი ძალიან ეჭიმე პარება რო რამე გაქვს მომზადებული ნაჭამი რო ხარ არ მიყარება ახალ შენ ეხლა აგე გუშინ შობა იყო და უკვე სამარხო გააქვთ რამე აღარ დაგჭირდებოდა არა გილოცავთ ყველას აგლობა სიკეთე და სიხარული თქვენ და ჩვენს ქვეყანას კი ბატონო რატიკო ბატონო ენამწირი არის ისა რა კი ბატონო არაფერს არ ყვება და სვათ ეთი არ მოყვები არაფერს შენს ამჯერ არ ყვები ინდო კი ბატონო ფოტოშონის იქაც როგორ ლაპარაკობს იმ ტექსტებს ესეც ძალიან მიკვრის დღემდე თუმცა იქაც არის ხოლმე ეხლა ამას არ ვიტყვი მე შევინახავ როგორ გაატარე რატი შენ ამბავი რა ხდება რავი მადლობა ღმერთს კარგად ღვთისმადლობით რაჭაში ვიყავი ცოტა ხანი იმიტომ რომ მე წამოვედი რეპეტიციები გვაქვს თეატრის რეპეტიციები გვაქვს შვიდში პრემიერა გვაქვს კარგი თეატრი იხსნება და ამისთვის წამოვედი ცოტა ადრე მომიწია რა კარგი თეატრი კი არ იხსნება უკარგესი 7 თებერვალს იქნება გახსნა პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი სადაც აგი ვიტვირთეთ ნიკოლოზ და მე მგონი რაღაცა გამოგვივიდეს და ბილეთები უკვე არის გაყიდვაში როგორც მოგეხსენება თუ დარჩა კიდე რამე არც მე ჩვენ შეგვეძლება მოსვლა კი ბატონო და გელოდებით პრემიერაზე დიდი კარგია რომ შეგვახსენე სურვილი გვაქვს კარგი ეს ყველაფერი ჩვენი ჩანაფიქრები კარგად ჩამთავრდეს ასე რომ იჩქარეთ ის ბილეთები რაც დარჩა დროზე თორე ვერ შეგხვდებათ ადგილი 7-ში 8 საათზე კი ბატონო დარმატებები ამიტომ მომეწა ცოტა ხნით რაჭაში წასვლა და მინდა რომ პირველ რიგში ჩემო პაატა ჩვენს ერთგულ მაყურებელს მინდა მადლობა გადაუხადო ყველას ვინც აი ამ ჩვენს სერიალის მიმართ არის ძალიან კეთილად განწყობილი რა და განსაკუთრებით მინდა ასევე ემიგრანტებს მადლობა გადაუხადო იმ თბილი სიტყვებისთვის ვისაც ის კარგი ადამიანები ჩვენს მიმართ ხარჯავენ რა ეხლა რაჭაში რომ მივიდიოდი პატარა ისტორიას მოვყვები ბენზინის გასამართ სადგურში მივედი რომ საწვავი ჩამესხა რა მანქანაში და მივაწოდე ბენზინის გასამართი თანამშრომლის კარტა რითაც უნდა ჩაასხას რა საწვავი და მიყურებს ახლა ეს კაცი და ერთი წუთიო ჩამოწიეო ისო რა ქვია ფანჯარა და ჩამოწიე მინა რა უკაცრავთ თქვენ ის არა ხართ თუ აეროპორტის ქუდი რო გახურია თუ სერიალშია ვერ მივხვდით ეს აეროპორტის ქუდი რა არ ეს მიმინოს ქუდს ეძახიან და ამიტომ აეროპორტის ქუდი ასე თქვა დამარხა და ერთს გავიხსენებ ერთი მეგობარი მყავს რომელიც არის ერთ-ერთი წარმოების დირექტორი რა აჰა ხო და მთხოვა რომ ოჯახში ვარ თუ რატი დაპატიჟებულებიო და უნდა წავიდეთო რა და მოთარ კი მეთქი არ არის პრობლემა რომ მივდივართ გზაში მეუბნები 1 საათი მაქვს სამსახურში პატარა საქმე თათბირი მაქვს და სამსახურის მერე წავიდეთო რა და კარგი მე მოთხარ და გავაჩერეთ ახლა მანქანა ეს ჩემი მეგობარი ავიდა სამსახურში და ხედავ რომ თანამშრომლები ნენელა შედიან წარმოებაში რა კაბინეტში ხო კაბინეტში და ზღიმილით ზოგი აწითლებული სახე პახმელით არის ეტყობა ზოგი, მაგრამ ღიმილი და აი კარგი ხასიათი შედის ხალხი რა.
შავგრემანი კაცები რაღაცა კარგად. ხო და 1 საათი გავიდა მე მანქანასთან ვარ სიგარეტს ვეწევი რა. და გამოდის ხალხი და ყველანი არის გათეთრებული რა. ზოგი გათეთრებულია, ზოგი გაშავებული არის. ნუ მივხვდი რომ რაღაც მოხდა თათბირზე რა. და ერთი ადამიანი წამოვიდა ჩემსკენ, მე ვარ მანქანასთან სიგარეტს ვეწევი. წამოვიდა ჩემსკენ და ხო მოვიდა, არც გამარჯობა მითხრა არაფერი. და ბიჭო თავზე. მე ვერ მივხვდი გაიგე რას მეუნება და ბატონო მეთქი და თან ეს ბატონო ესე გამომივიდეს წარმები გადაკვეთა შევკარი რა და ცოტა სვარუნად გამომივიდა ეთყობეს რა მეთქი და ეხლა ეს კაცი მივხვდა რომ რაღაც შეცდომა დაუშვა მაგრამ სად გამოუასოროს არ იცის და არის ესე ქებიყავით ღირსები თავის მოკლედ ჩემო ძირფასებო ძალიან მიყვარხართ ძალიან მიყვარს ჩვენი მაყურებელი ნიკოლოზ გავიდეთ ცოტა ფინალისკენ ხო და უბრალოდ შეგახსენებთ რომ 17 იანვრიდან თქვენ უკვე შეგეძლებათ ახალი სეზონის პირველი სერიის ნახვა კომედი არხზე საღამოს 8 საათს და რა თუ არა ერთი კარგი სიმღერით დავამთავროთ ეს ყველაფერი და მოკლედ გელოდებით კომედიასო ხოლო მომავალ ხუთშაბათს რა თქმა უნდა შევხვდებით რუსთავიელზე პაატა და ნიკა შოუ დროებით შაბათ კვირას ყველა ერთევ თანხმდები კომედი არხზე გვიყურეთ სულ ყველა აქ დაგხვდებით სერია არ გამოვტოვოთ თორე მართლა ინანებ საზეპირო სლის ბოლო ჩავიბარებ მე ისევ სიძეს დავჭყობ ყოველ შაბათ კვირა დღეს ნერვებს უშლი მაგაზე ნუ იდარდებ გაგავისოთ გაგარეთოთ ეს რომ ჩვენი ვალია დორიანი სიცილი სიცოცხლის დამალია ვალია ეს რომ ჩვენი ვალია ვეშერია სუყურე გაერთობით ძალიან ეთერას თავი შევაყვარეთ დრო გამირბისელო გიში ცოლად უნდა მოვიყვანო გოგიასთან ბოდიში ყველა სიყვარული ნახა ყველა სტუზი დაეცა ზია შევიდიგე და გამეცა ვაინანა ყველა სიყვარული ნახა ყველა სტუზი დაეცა ზია შევიდიგე და გამეცა გაგავისოთ გაგარეთოთ ეს რომ ჩვენი ვალია დორიანი სიცილი სიცოცხლის დამალია ვალია ეს რომ ჩვენი ვალია ვეშერია სუყურე გაერთობით ძალიან რაც ეს ბალკი გავაჩინე ყველა თავზე მევლება ცოტა რო გამოიზრდება მე რამე შველება შენ მაგაზე არის დაროდო თავარია თბილად ხარ ცოტა ხანში მეორესაც მივარხარ მე ოჯახში ვინ მომხედა ჭამა როგორ მიყვარდა შიმშილისგან ენა გადმამიბარდა გაგავისოთ გაგარეთოთ ეს რომ ჩვენი ვალია დორიანი სიცილი სიცოცხლის დამალია ვალია ეს რომ ჩვენი ვალია ვეშერია სუყურე გაერთობით ძალიან საიდუმლოს მას გავუმხელვით შრომასა და მიფასებს ირადად ჩავაწერინებ აჯაბს ადლი პრიპასებს მე დიეტაი გავაგრძელებ ჯერჯერგი არ მიჩანს შავედიე კიკლი ყოი და ბადრიჯან და არ შეს თქვენ თვითონ ნახავთ რეიტინგ რომ დაგლიჯავს ჩაუჯექი კარგი სერიალი შანს გაგავისოთ გაგარეთოთ ეს რომ ჩვენი ვალია დორიანი სიცილი სიცოცხლის დამალია ვალია ეს რომ ჩვენი ვალია ვეშერია სუყურე გაერთობით ძალიან